მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და მე მაინტერესებს ბუმერანგი. რა ბუმერანგი აქვს ადამიანს, თუ რა პერიოდი აქვს, თუ რა ხდება. საკუთარი თავის დანახვა არ შეამოვნებს ადამიანს. საკუთარი წარმატების რაღაც წარმატებაზე ბრძოლა აქვს ყოველ შემთხვევაში საუბარი ბუმერანგები რა გაქვს ოჯახში უსიამოვნება, მაგრამ ეს არის ოჯახში. დიდი უსიამოვნება, ფინანსური რღვევა, გაუთვალისწინებელი განსაკუთრებით ოჯახში ესეც და რაღაც წარსული გაკვეთილები თუ რაღაც თემები. კიდევ მაგიას მიმართავს. მაგია არის. აიცით, მე არ გამიკვირდება, რომ რაღაცას მიმართოს ადამიანმა, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი არის გაცნობიერებულიც და ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს კიდეც ამ ყველაფერს. გამარჯვების იერი, ქაოსი, ნგრევა, წასვლა, გაქცევის სურვილი, რაღაც მამის სიტყვა ახსენდება, გაბრადიაკება, თუ რაღაც ისეთი უსაქმურ პოზიციაში, ეხლა დიდი ბუმერანგები აქ არ არის ამ ადამიანთან. ესეთი პატარ-პატარა რაღაცები ყველასთან ერთი თუ ღმერთი გწამთ, არც ჯადოს ნიშნავს და არც რაბეს, მაგრამ ადამიანი მიმართავს მაგიას. შეიძლება აი აქედან ვცდილობს, რომ თავი დაიძრინოს, მაგრამ მე უფრო კაი გაშლა მინდა აქ. აბა ნახოთ ახლა ვინ ხარ სინამდვილეში. ვინ ხარ სინამდვილეში. გული აქვს. სხვადასხვა ძალიან შემდგარი და წარმატებული გონია მისი თავი. კი ეს მიმართავს მაგიას, სულის გაყიდვა. კარგი, თქვენ რას გისურვებთ ეს ადამიანი? Спасибо, უარხავთ. რას იპარავ? დაცვების მოპარვა? დაცვების დაცვა. დაცვების გატეხვა. რატო? რატო უნდა ამის გატეხვა, დაცვის გატეხვა? უნაყოფობაში გადახვიდეთ? რას ლაპარაკობთ? მოიცადე, რას გისურვებთ ეს ადამიანი? თქვენი შესაძლებლობები თუ მაგიურად რამეებს მიმართავენ, მთლიანად რომ გაიყინოს და დაიგრგოს. რას გისურვებთ ეს ადამიანი? გაეხვიოთ ჭრობი, ვერ აღედგინოთ და რას გისურვებთ ყველაც.
კარგია, გასაგები არის, ანუ ადამიანი არ არის კეთილი განწყობილი თქვენს მიმართ, არც ისე კეთილი განწყობილი, თუმცა სიტყვიერად რას გამოხატავს თქვენთან მიმართებაში, ძალიან კარგ დამოკიდებულებას, შეიძლება ჭიქაც აწიოს და გაკლოცოთ, კარგით. კარგით, რა დაუბრუნდება უკან? ნაყოფობა მას უბრუნდება სიკვდილი. ეს ტრანსფორმაცია არ არის. ამას ნეტყდება პატრონი. გულის გატეხვა. ბარაგი მართლა ეს გონია შენი თავი, მაგრამ დაფარული მოქმედებები და უნაყოფობა, უშვილობა, სიწმინდები არ მუშაობს. მთლიანად დაიბლოკება ეს ადამიანი. ეს ის მომენტია, როდესაც არ იცის ადამიანმა როგორ მოიქცეს, ვისთან. ძალიან დიდი შთაბეჭდილება რო რჩება საკუთარ თავზე, სხვათა შორის. ჩემს გვერდზე დაიწყო ერთმა ქალბატონმა ვიღაცამ. ღლიცინი და შენიშვნა მივეცი და მე ავდექი და ესე ვთხარი პრობლემები შეგექმნებათ მეთქი და მე მოდი და იღლიცინე თქო და აქეთ დამემუქრა. პრობლემები შენ უკვე გაქვსო და შენ შეგექმნებაო და მე ვთხარი ჩემგან კი არ შეგექმნება პრობლემები, ეს გარდაუვალია მეთქი. შენი თავი ღმერთმა გვერდში არ შემოიყვანოსო თუ რაღაც. ხო და მე თუ მივიღებ და მაგ სულ მიღების იმას არ მეკითხება, ხო, მაგრამ ნახეთ, აუიმე დამხალაბურუტი თვალია. ნახეთ, ეს არის რა მომენტი, იცით? ახლა მე ჩემს მოგალიცე მოგიყვანეთ. ადამიანი ვერ მაფასებს, ვერ შემაფასა. იმის მაგივრად, რომ მე დავემუქრო, მე ვთხარი, უბრალოდ მისი რაღაც მომენტი დავინახე ცხოვრების და ვთხარი. არა, გაქვს აღლიცინოთ საქმე მეთქი და ამ გვერდზეთან უღლიცინებ და მან მუქარაზე გადმოვიდა ჩემთან და ახლა მოგვეძებია. არ არის გამორიცხული აქაც ახლა ეს აეშლებათ ადამიანებს რატომღაც ძალიან. იცით რა არის? მე პირადად არასდროს არ ვაკეთებ აქცენტს, რომ რაღაცა ძალიან ისე ალბათ იმიტომ მე გადმოდიან ესე მუქარაზე, ხო? კარგით, როგორ იქნება ამ ადამიანის საქმე, ჩხუბი? რა ბრუნდება და იმედე და მოვლოდნე, გაწყრილვა მთელი ფინანსების, მთელი წარმატების, წრემლი, გატეხილი გული, გზების გაყრა. მთლიანი დაკეტვა. ამას პატრონი აქ როგორ იცით, მოტყმული? უკაცრავად. ეს არის მისი ბუმერანგი, ხო? აქ არ ემჩნევს სხვათა შორის ძალაუფლების დაკარგვა, კიდე მითხარი კიდე შიშები, ლოცვას იწყებს, მერე რო გაძლიერდეს, ფინანსები მოიპოვოს. და როგორ იქნება შეხვედრა? ანუ ლოცვით ცდილობს რაღაცები გამოვიდეს. არა, აქ ავადმყოფობაზე გადადის, მერე ავადმყოფობა აქვს. ეს იქნება რაღაც მომენტალურად, არა? არა, აქ ადამიანთან არ არის ეს. მომენტალურად, მაგრამ სინამდვილეში ეს დაფარული იქნება, ეს აქ არის ეს ჯადო ნიშნავს დაფარვას. კაცთა თვალიდან, ქალთა თვალიდან, სიკეთიდან, წარმატებიდან დაფარული იქნება. გაეხვალა ესე პრობლემებში, კიდევ რა ისე ბუმერანგი ილუზიური მდგომარეობა, სხვათა შორის აღარ აჩვენებს სახეს, მაგრამ აქ მერე ტაროზე ინფორმაციას ეს
აი, რასაც ცოტა ბუმერანგი. ეს არის მისი ბუმერანგი. ბუმერანგი. მთლიანად ჩაკეტილი არის აქ ადამიანი. ესეთი იყო დღევანდელი გაშლა, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით ხალხმა, ძალიან ფრთხილად ყველასთან ფრთხილად იყავით, ცოტა თავდაბლურები იყავით. თავდაბლობა არ ნიშნავს ნიღაბის მორგებას და რაღაცა ნიღაბი კიდეს ხარ, მოკლედ ის რომ წარმატებებს დაგემშვიდობებით. საათი ამას უმაში 6 დაიწყო.